კისრის ტკივილს ნებისმიერი ადამიანი განიცდის ცხოვრების განმავლობაში პრაქტიკულად გარდაუვალია ერთხელ მაინც. სხვანაირად გრძნობენ ამას ადამიანები. ზოგი ამბობს, რომ აი გამიშეშდა კისერი და თავს ვეღარ ვამოძრავებ, მგელივით გაშეშებული მაქვს. ზოგს უბრალოდ ტკივილები აქვს კისერში და ეს ტკივილები შეიძლება რამდენიმე დღე, ზოგჯერ რამდენიმე კვირა გაგრძელდეს. ზოგი ადამიანისთვის ეს კისრის ტკივილი გადაეცემა ხელში და მხარში და ტკივა მთლიანად ნახევარი. ზოგ შემთხვევაში იწვევს დაბუჟების შეგრძნებას ხელში, კისერი ტკივა და იგივე მხარე უბუჟდება და გეგონება დენი ურტყავსო ესეთ შეგრძნება. ანუ სხვადასხვანაირი კისრის ტკივილები არსებობს და ამიტომ ადამიანებს აქვთ ფიქრი, რომ რის გამოა ეს ან რა უშველოდ, როგორ მიხვდეთ რის გამო მტკივა კისერი, რამდენად საშიშია და რა გავაკეთო. ამ ყველაფერზე ვისაუბრებთ. კარგი ამბავი ის არის, რომ კისრის ტკივილის 60-70% საშიში არ არის და იწვევს კისრის მექანიკური დაზიანება. მექანიკური რას ნიშნავს? დაჭიმვას რო ვეძახით, მაგალითად ადამიანს ეძინა ცუდ პოზიციაში, ან დიდხანს მუშაობს კომპიუტერთან და თავი წინ წაგრძელებული აქვს, მოკლედ, ან დაყურებს ტელეფონს დიდხანს. რა ხდება ესეთ დროს? ანუ კისრის კუნთები იჭიმება, კუნთები რომ იჭიმება, ან გამუდმებულად კუნთი ხომ მუშაობს გამუდმებულად იმისთვის, რომ რაღაცა პოზიციაში შეინარჩუნოს, არაბუნებრივ პოზიციაში მით უმეტეს შეინარჩუნოს კისერი და აქ ხდება მიკროტრამვები, ან პატარა ტრამვები ხდება, ზიანდება კუნთები მიკროსკოპულ დონეზე ზიანდება, გამოყოფენ შემდეგ ანთების მედიატორებს და ადამიანს აქვს კისრის კუნთების ტკივილი შედეგად. არის მეორე ნაირი კიდევ, რომ რო გაუშეშდება ადამიანს თავი, ხო, ვერ ატრიალებს აქეთ-იქით. ეგ გაშეშება არის სპაზმით ძირითადად, ან კუნთის სპაზმი ვითარდება განღიზიანებლის საფასხოდ და ამ სპაზმის გამო მე ძალიან მტკივნეულია, რომ მეორე მხარეს მოაბრუნოს ადამიანმა კისერი. ხო, საშიში არ არის, მაგრამ ჭირდება მოფრთხილება. რის გაკეთება შესაძლებელია, რა უნდა გავაკეთოთ ამ დროს? ყველაზე მთავარი არის ის, რომ ადამიანი არ დაწვეს და არ ჩაწვეს, მნიშვნელოვანია, რადგან იმობილიზება კისრის უფრო მეტად იწვევს აღდგენის გახანგრძლივებას და ანუ გვიან მოურჩება მოკლედ ადამიანს კისერი და ამიტომ ჯობია რომ იმოძრაო. მოძრაობა უნდა იყოს ბუნებრივი, რა თქმა უნდა, არა ძალიან. კისრის კუნთების ვარჯიშები არის საუკეთესო გამოსავალი, რომელიც 70-80% შემთხვევაში შველის. კისრის კუნთების ვარჯიშები უმარტივესი მაგალითად, აი მიაბრუნე თავი, 3-4 წამის განმავლობაში გააჩერე მიბრუნებული. მერე გააცენტრე, მერე აქეთ მოაბრუნე, ისე 3-4 წამის განმავლობაში გააჩერე იქით მიბრუნებული. და შემდეგ აი ესე გადაწევა, რამდენიმე წამი გააჩერე, მერე აქეთ გადმოწევა, ასევე რამდენიმე წამის განმავლობაში. შემდეგ უკან და შემდეგ წინ. ეგ არის ყველაზე მარტივი ვარჯიში, რომელიც შველის კუნთებში სისხლის მოარგებას აუმჯობესებს, ტკივილსაც ამცირებს და კუნთებს ავარჯიშებს, მოკლედ, ერთ-ერთი საუკეთესო ვარჯიშია. ასევე ერთ-ერთი კარგი არის მხრების ვარჯიშები, მხრების რგოლოვანი ვარჯიშები. რეალურად რგოლოვანი რას ნიშნავს, რომ ანუ მხარს უნდა გააკეთებინოს სამი მოძრაობა, ერთი ზევით, უკან და ქვევით. და აი ესე რეალურად გამოდის თითქოს ესე რგოლზე დადის, ხო? მხარი. ეს არის კიდე კისრის და აი ამ მხრის კუნთებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. მესამე ვარჯიში, რაც შეიძლება გააკეთოს ადამიანმა არის თავის უკან გაწევა. თავის უკან გაწევა დაახლოებით რო წარმოიდგინო ღაბაბი რო გაიკეთოს ადამიანმა, აი ესე რო გააკეთოს დაახლოებით. რომ ღაბავი გაგიჩნდეს. აი ეგეთი ვარჯიში კისრის კუნთებს ავარჯიშებს და მნიშვნელოვანია. მეორე რისი გაკეთებაც შეიძლება ამ დროს არის ადგილობრივი წასასმელი კრემები, სადაც ტკივა იმ ადგილას შეგიძლია წაისვა, მაგალითად დიკლოფენაკის მაზი 3-4 დღის განმავლობაში. არ არის საშიში, იმიტომ რომ არ აქვს ის სისტემური ეფექტები, ახლა სისხლის რისკი და რაღაცები არ აქვს, ადგილობრივად თუ წაისო არასტეროიდულ ანთებისაწარმოებელ კრემებს, იბუპროფენის კრემიც არსებობს, კაფსაიცინის კრემიც არსებობს. ეგენი დაახლოებით ყველა ერთნაირად ეფექტურია და არის კიდე მეთილსალიცილატის კრემი და მენთოლის კრემები. ახლა ზოგჯერ შერეულია ეს მეთილსალიცილატი და მენთოლი და ეგ არის რომ ამბობენ ხოლმე თავიდან
აგრილებს და მე ახურებს. ეს მეთილსალიცილატი გახურების შეგრძნებას იწვევს და მენთოლი იწვევს გაგრილების შეგრძნებას და ამიტომ არის ეს კაფსაიცინი გეგონება წვავს ეგეთ შეგრძნება გაქვს მოკლედ წიწაკის ამბავია და ამ ტკივილს ამცირებს ჯამში და ანთებას ამცირებენ. საკმაოდ ეფექტურია და როგორც წესი აი ამ ადგილობრივი საშუალებებით და ამ ვარჯიშებით სრულად შესაძლებელია მექანიკური დაჭიმულობა როცა აქვს ადამიანს და მექანიკური მოვლენების გამო როცა ტკივა კისერი ადამიანს მეორე ყველაზე ხშირი მიზეზი რის გამოც ადამიანს კისერი ტკივათ არის სახსრების დეგენერაციული დაავადება ოსტეოართრიტი გაგიგიათ ალბათ სპონდილოზი გაგიგიათ და ასევე დისკის დეგენერაციაც შეიძლება გაგიგიათ ეს სამი მდგომარეობა პრინციპში ერთ და იგივე რამეს ასახავს ეგ არის როცა ადამიანი ნელ-ნელა ბერდება იგულისხმება ჩემი ასაკიდან ანუ 35-ს რო გაცდება ადამიანი მოკლედ და რო ბერდება 40-დან უფრო 40-ს რო უახლოვდება და იქ რომ ზიანდება ნელა სახსრები რო ზიანდება ყველგან ზიანდება რა ეს სახსრები განსაკუთრებით თუ ჭარბწონიანი ადამიანი თუ ეწევა თუ ფიზიკურ სამუშაოს ასრულებს მძიმეებს თუ ეწევა ძირითადად ეს მიზეზები და დროთა განმავლობაში ეს დაზიანებული სახსრები ტკივა ადამიანს დილით შემოჭრილობის შეგრძნება კისერში კისერს ვერ ამოძრავებს კისრის მოძრაობისას ტკივილი გაქვს როცა ახალი ამდგარი ხარ საწოლიდან გეგმება შემოჭრილობის შეგრძნება გაქვს კისერში მე ცოტა მოგეშვება მაგრამ თუ დიდხანს რამეებს გააკეთებ ისევ დაგეძაბება კისერი და ისევ ტკივილი გექნება ეგ არის აი დეგენერაცია სახსრების ნელ-ნელა დეგენერაცია რო ხდება მაგის გამოა ძირითადად ასაკობრივია რაც ხო ეს არ ვითარდება ერთ დღეში და ორ დღეში რაც მეტი ასაკი გადის მით მეტად ტკივა ადამიანს უფრო ქრონიკულია ეს ტკივილი მოკლედ და ესე არ არის რომ ერთ კვირით ტკივა ან ორი კვირით ტკივა და მე გავulis ესე არის ქრონიკულად არის და თავისი გამწვავებებით აქვს პერიოდი რომ ნაკლებად ტკივა აქვს პერიოდი რომ გამწვავდება და მეტად ეხლა მკურნალობა როგორია ესეთი როცა დეგენერაციული დაავადება აქვს ვარჯიშები დაჭიმები აუცილებელია და გარდაუვალია წონში კლება თუ ადამიანი ჭარბწონიანია თუ ფიზიკური მძიმების აწევა უწევს მაშინ უნდა მოერიდოს ადამიანი ასევე თუ რაღაც ბურღებზე მუშაობენ და ესეთ რაც ვიბრირებს ძალიან ან ხელების უკან გააწევა თავის ზევით აწევა უწევს დიდხანს სამსახურეობრივად და ესეთი მძიმე დატვირთვის სამსახურეები თუ აქვს მოკლედ უნდა ეცადოს ადამიანმა რომ დაანებოს თავი ეგ ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ვარჯიში ფიზიკური აქტივობა ძალიან მნიშვნელოვანია ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდები გამოიყენება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდებში რას გულისხმობს წამლებს მაგალითად იბუპროფენი ნაპროქსენი დიკლოფენაკი ყველაზე ხშირად ეს სამი გამოიყენება ხოლმე ну იბუპროფენი და ნაპროქსენი ყველაზე უფრო ხშირად იბუპროფენი 8 საათში ერთხელ ნაპროქსენი დღეში ორჯერ ну ზოგი ფორმა არის როცა დღეში ერთხელაც გამოიყენება და ოღონ მათი გამოყენება დაახლოებით 2 კვირაზე მეტხანს არ არის რეკომენდირებული, რადგან რისკები აქვს, განსაკუთრებით სისხლდენის რისკი, ამიტომ თუ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა გაგრძელდეს თუ 2 კვირაზე მეტხანს იყენებს ადამიანი, ან თუ იცის ადამიანმა რომ სისხლდენის რისკი აქვს, არ უნდა გამოიყენოს ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდები. ასეთ დროს აცეტამინოფენი ან პარაცეტამოლი უნდა გამოიყენოს. პარაცეტამოლი ნაკლებ ეფექტურია, მაგრამ მაინც შებას იძლევა მოკლედ თან კუჭს არ აღიზიანებს სისხლდენის რისკი არ აქვს მაღალ დოზებში ღვიძლის დაზიანების რისკი აქვს მაგრამ ეგეთ მაღალ დოზებს როგორც წესი ჩვენ არ ვიღებთ ხოლმე აცეტამინოფენს ამიტომ ეგ არ არის პრობლემა როგორც წესი ხო ძალიან ძიმე შემთხვევების დროს ან თუ კი კუნთების სპაზმი ახლავს ძალიან და გამოკვეთილად კუნთების სპაზმი აქვს, კუნთების რელაქსანტები, მაგალითად ციკლობენზაპრინი შეიძლება გამოიყენონ, ასევე ტიზანიდინი, ოღონდ ეგენი ძირითადად დაწოლის წინ გამოიყენება, რისკები აქვს ერთი რომ სედაციის ან ძლიერი დამამშვიდებელი მოქმედება აქვს, მეორე აქვს ან სისუსტის და შეიძლება დაეცეს ადამიანი, ამიტომ ეგეთ წამლებთან ფრთხილად, ეგეთ წამლებთან არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება ალკოჰოლი ეს უნდა დაიმახსოვროთ ან თუ საუბარია მოკლედ კუნთების რელაქსანტებზე
ამიტომ არ ეს რელაქსანტები იშვიათად გამოიყენება და მხოლოდ რამდენიმე დღით გამოიყენება. ხო, ადგილობრივი დიკლოფენაკის კრემი მალამო ხშირად გამოიყენება ხოლმე, რომელიც ეფექტურია უფრო მსუბუქი შემთხვევების დროს. თუ ძალიან ძლიერი ტკივილებია, ძლიერი შემთხვევებია, შესაძლებელია ორალური კორტიკოსტეროიდების გამოყენება, მაგალითად პრედნიზონი. ოღონდ ეგენი მძიმე შემთხვევების არა, ძალიან მძიმე შემთხვევა თუ არის, პრედნიზონი რამდენიმე დღის განმავლობაში შესაძლებელია იქნეს გამოყენებული. ხო, სახსრების დეკომპრესია და ქირურგია ძალიან რთული შემთხვევებისაა შემონახული, ყველაზე მძიმე შემთხვევების შესაბამისად ხშირად ნამდვილად არ გამოიყენება. რამდენიმე პროცენტი, 1-2% შემთხვევაში, ისიც ძალიან მძიმე შემთხვევებში ხდება საჭირო. მესამე ყველაზე ხშირი მიზეზი, რატომაც კისრის ტკივილი აქ ადამიანს არის რადიკულოპათია, რადიკულის რედახეობთ, ის წელის რადიკულიტი კი არა, არამედ კისრის ამ შემთხვევაში. რას ვეძახით მაგას, როცა დისკი, ხერხემლის დისკი, კისრის ხერხემლის დისკი, მისი შიგთავსი მოკლედ გამოდის აწვება ნერვებს, იმის ზურგის წინიდან გამომავალი ნერვების ფესვებს აწვება და მის კომპრესიას ახდენს და ეს კომპრესია იწვევს ტკივილს. ძალიან ძლიერი ტკივილი აქვს მოკლედ და აი ელვისებული ძლიერი ტკივილი აქვს, რომელიც გადაეცემა ხელში, შოკის მსგავსი ელექტრული სახის ტკივილია, რომელიც ძალიან შემაწუხებელია ადამიანისთვის, გადაეცემა მკლავში, მხარში, ხელში, დაბუჟების შეგრძნება შეიძლება კონდეს ადამიანს, სისუსტის შეგრძნება კონდეს, ეს ვერ მოუჭერს ძლიერად, გეგონება ძალა არა აქვს, ეგეთი შეგრძნება აქვს. ანუ ამით იცნობა რა, ძირითადად 40-დან 50 წლის ასაკის ადამიანებს ვითარდებათ ეგ. აი ახლა თუ ვამბობთ მაგალითად უბრალოდ კუნთების დაჭიმა, ხო ეგ ყველას ვითარდება ნებისმიერ ასაკში, ნებისმიერ ადამიანს. თუ ამბობთ რომ სახსრების დეგენერაცია ეგ ძირითადად 40 წლიდან იწყება და 40, 50, 60 ესე. რაც შეეხება აი ნერვის კომპრესიას, ეგ 40-დან 50 წლამდე ვითარდება ძირითადად როგორც წესი. უფრო ადრე შეიძლება, მაგრამ ხო, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ანუ ადამიანს ჭარბი წონა თუ აქვს, მძიმეების აწევა თუ უწევს და მძიმე ფიზიკური დატვირთვა თუ აქვს, ასევე აი ვიბრაციულ ჩაქუჩები რო არის, მაგასთან თუ უწევს მუშაობა და ეგეთ რაღაცები მოკლედ მოქმედებს ამ სახსრებზე და დამაზიანებლად მოქმედებს სახსრებზე. შესაბამისად, ხო, გამოკვლევა რითი შეიძლება ამ კისრის მალებში რა ხდება და კისრის ხერხემლის ნაწილში რა ხდება. შეიძლება ჩვეულებრივი რენტგენით, შეიძლება მაგნიტურეზონანსული გამოკვლევით კარგად ჩანს ძალიან მოკლედ თუ რამე არის შიგნით. განსხვავება რა არის, რომ აქ ეხა მაგალითად მალის დისკის პრობლემა როცა, მალის დისკის პრობლემა ჩანს რეალურად, რომ ეს მალა არის გამოსული და აწვება ნერვებს და მაგალითად სახსრების დეგენერაციის შემთხვევაში ჩანს რომ სახსრებს შორის სივრცე შემცირებულია, ასევე ეძახიან ოსტეოფიტებს. ეს არის ძვალი მოკლედ რომ განილება განილება ზიანდება, მაგრამ ძვლოვანი წანაზარდები ზიანდება კომპენსატორულად. მოკლედ ანთების სახსრების განლევის საპასუხოდ ძვლოვანი წანაზარდები ვითარდება როგორც აი ამ ანთების საკომპენსაციო მექანიზმი და ეგ ჩანს ხოლმე. ხო, ასე შესაძლებელია ცნობა. მეოთხე რაც არის კიდევ ხშირი მიზეზი არის კისრის გაშეშება აი მგელისებურად. უცებ რომ რაღაცა აი ცუდად მიტრიალი მაგალითად და უკისერი გამიშეშდა რომ იტყვიან და ვეღარ აპრუნებს ტკივა და ფიზიკურად რა დეფორმირებულია რომ რო შეხედა ადამიანს ერთ მხარეს იყურება და მეორე მხარეს ვეღარ ატრიალებს თავს. ან ცუდად ეძინა და მაგის ადგა და ვეღარ ამოძრავებს თავს ძილის მერე იცით ძირითადად. ან ცუდად მიატრიალა თავი, ან სტრესის გამო შეიძლება, ან სტრესის დროს გაუშეშდა ადამიანს კისერი. ეგ ყველაზე ხშირად ესენი ბავშვებშია, თუმცა ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს. ნუ ბავშვებში ძირითადად აი ძილის მერე რო უშეშდებათ ხოლმე, ეგ არის ყველაზე ხშირი. ხო. ეგ არ არის როგორც წესი პრობლემა, გადის და ერთ-ორ კვირაში გაივლის, ეს ადგილობრივი კრემის გამოყენება შეიძლება, ვარჯიშები შეიძლება და ხო, ნუ შემაწუხებელია და ისეთია, საშიში გავს, მაგრამ სინამდვილეში საში არ არის და ადვილად გაივლის. მაგრამ აი სერიოზული მიზეზებიც არსებობს და ამ სერიოზულ მიზეზებზეც ვისაუბროთ მოკლედ. მთავარი არის მენინგიტი, მაგალითად კისრის ტკივილი და კისრის გაშეშება მენინგიტს ახასიათებს და კისრის გაშეშება შეიძლება იყოს
კისრის ტკივილის გარეშე. აი ძალიან მარტივი ტესტია, რომ თუ კისერი გაშებული აქვს ადამიანს, სიცხე აქვს, თავით კიო და მანამდე და ადამიანი ვერ არის გონზე ნორმალურად, ანუ ეგ პირველ რიგში უნდა ვიფიქროთ მენინგიტზე. და მეტიც აი წინ გადმოწევაც კი არ შეუძლია, იმდენად გაშეშებული აქვს კისერი, აი უკან გადაწეულივით. ეს მენინგიტის გამოა და ეს არა უბრალოდ კისრის ტკივილი და ანუ ამისი გარჩევა ადამიანმა უნდა იცოდეს, იმიტომ რომ მენინგიტს სასწრაფო მკურნალობა ჭირდება და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა და ანუ ჩვეულებრივი კისრის გაშეშება საერთოდ არაფერი პრობლემა არ არის. შესაბამისად მენინგიტის დროს აი ეს მაღალი სიცხეები, თავიდან თავის ტკივილი, გულისრევა აღებინება შეიძლება ქონდეს ადამიანს და ან ცუდად არის რეალურად ადამიანი გონზე შეიძლება ნორმალურად ვერ იყოს და ესე და თან კისრის გაშეშება. ეს უკვე კომპლექსია, რომელიც მენინგიტზე მიუთითებს ან ენცეფალოპათიაზე ან ესე და რაც შეეხება ჩვეულებრივი კისრის გაშეშებები ძირითადად საშიში არა. თუმცა უფრო საშიში შემთხვევებიც არსებობს, რა თქმა უნდა, მაგალითად, როცა სიმსივნის გამო ან მეტასტაზის გამო და ან სიმსივნე ან მეტასტაზი იწვევს კისრის გაშეშებას ან ნერვების კომპრესიას. ასეთ შემთხვევაში ტკივილები როგორც წესი ძალიან ძლიერია და არ გადის, ღამე ძლიერდება ეს ტკივილები, თუმცა როგორც წესი არასდროს არ გადის და რთულია. თუმცა ასეთ შემთხვევაშიც ადამიანებმა ხშირად იციან ამ სიმსივნის შესახებ. იშვიათია ძალიან, რომ ეხა პირველად კისრის ტკივილით დაიწყოს, სხვა არაფერი არ ჭირდეს ადამიანს კისრის ტკივილი და მერე აღმოაჩინოს, რომ სიმსივნეა, ესეთ შემთხვევები ძალიან იშვიათია. შესაბამისად კისრის ტკივილი როგორც წესი მოგვარებადი პრობლემაა, თუმცა სერიოზული რაღაცები უცებ უნდა გამორიცხოთ ხოლმე, როგორც მაგალითად სიცხით და თავის ტკივილით თუ დაიწყო. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა, მადლობა რომ მისმენდით, მადლობა რომ გაინტერესებთ, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ და თქვენი მხარდაჭერა და თქვენი მოქმედება, ნებისმიერი მოქმედება არხზე იქნება კომენტარი გაშიარება თუ ნებისმიერი რამე ან დალაიქება, ყველაფერი მნიშვნელოვანია, ამიტომ არხის მხარდაჭერისთვის მოგიწოდებთ რომ გააკეთოთ თუ რა თქმა უნდა მოგწონთ ის რასაც ვაკეთებ. მადლობა თქვენი ინტერესისთვის.